მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ამჯერად პასუხს გავცემ იმ შეკითხვას, რომელსაც ხშირად მისვამენ, როგორც პირად შეტყობინებებში, ასევე უშუალოდ თერაპიის დროს. რატომ არ მეტყოლებს ჩემი შვილი, რა უნარები უნდა ჰქონდეს, რომ ილაპარაკოს, როდის დაიწყებს საუბარს და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველა შეკითხვა ერთი და იგივე შინაარსის არის, ვარიაცია ბევრია, თუმცა მხოლოდ ერთ რამეს გულისხმობენ. და მათზე პასუხიც მხოლოდ ერთია. იმისთვის, რომ ბავშვმა იმეტყოლოს, ის უნდა ფლობდეს მეტყოლების წინარე, ეგრეთ წოდებულ პრევერბალურ უნარებს. ამ ვიდეოში სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებ. ასევე მნიშვნელოვანია ვახსენოთ ის საკითხი, რომ როგორც ნებისმიერ სფეროში იქნება ეს მოტორული სფერო, კოგნიტური ანუ გონებრივი უნარების სფერო თუ ასე შემდეგ, და თქმა უნდა, სამეტყოლო უნარებსაც რაღაც კონკრეტულ ასაკში, კონკრეტულს უნდა ფლობდეს ბავშვი. თუმცა ამ ვიდეოში ასაკობრივ ჭრილში არ მექნება განხილვა, თუმცა შემდეგ ვიდეოებში აუცილებლად ვისაუბრებ თუ რა ასაკში, რა კონკრეტულ სამეტყოლო უნარებს უნდა ფლობდეს ბავშვი. აქ მხოლოდ ვისაუბრებ იმის შესახებ, თუ რა პრევერბალური უნარებია საჭირო იმისთვის, რომ ბავშვმა იმეტყოლოს. მაინც რა არის ეს მეტყოლება? მეტყოლება არის ენის გამოყენება კომუნიკაციის მიზნით და ეს რომ ბავშვმა შეძლოს, მას უნდა ჰქონდეს იმიტაციის უნარი, რომელიც გვაქვს ორი სახის, მოტორული და ვოკალური. მოტორული გულისხმობს მოძრაობების, მოქმედებების, ჟესტების და მსგავსი რამის გამეორებას, ხოლო ვოკალური გულისხმობს ხმების, ბგერების და მსგავსი რამის გამეორებას. ასევე მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ ბავშვმა ყურადღება უნდა მიაქციოს მის თანატოლის ქცევას, გამოხატოს სურვილი და мотиваცია ურთიერთობისთვის. მნიშვნელოვანია დაამყაროს მზერითი კონტაქტი, საკუთარ სახელზე ჰქონდეს რეაგირება, უნდა დავუკვირდეთ, რამდენად აკვირდება ის გარშემო მყოფებს. ასევე მნიშვნელოვანია ვხედავდეთ იმას, რომ ბავშვი ცდილობს საკუთარი სურვილების, საკუთარი შეხედულებების გაზიარებას და მას ამის ძალიან დიდი სურვილი აქვს და აკეთებს კიდეც აი ამას. ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია ის, თუ ბავშვი რამდენად ენობრივად სწორ და მდიდარ გარემოში იზრდება. აქ იგულისხმება ის, რომ რამდენად არის დარეგულირებული ბავშვისა და გაჯეტების ურთიერთობა. ასევე ხომ ესაუბრებიან მას ენის მოჩლექვით, რამდენად სწორად და გამართულად ესაუბრებიან. ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია ისიც, რომ ბავშვს რამდენად ხშირად უხმოვანებენ გარშემო არსებულ საგნებს, მოვლენებს, მოქმედებებს და ასე შემდეგ, როგორ არის გამდიდრებული ბავშვთან ურთიერთობა, როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური საკომუნიკაციო საშუალებებით. განვიხილოთ შემდეგი საკითხი, ეს არის ის თუ ბავშვი რამდენად სწორად რეაგირებს გარშემო არსებულ სტიმულებზე. ეს არის ვიზუალური სტიმული იქნება ეს, ანუ მხედველობითი, აუდიალური, ანუ სმენითი სტიმული თუ ასე შემდეგ. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის თუ რაღაც კონკრეტულ ასაკში შესაბამის ბგერებს უნდა ფლობდეს ის. აქ ვიტყვი იმას, რომ რბგერა ყველაზე ბოლოს ყალიბდება, თუმცა ის რომ რბგერის ჩამოყალიბებამდე ბავშვი ცალკეულ ბგერებს ამბობს, ეს არაფრის მიმანიშნებელი არ არის. ცალკეული ბგერების გარდა ის მისი ასაკისთვის შესაბამის ბგერას ცხადია, ცალკეულადაც უნდა ამბობდეს, თუმცა უნდა ამბობდეს ხმოვნებთან კომბინაციაში, სიტყვებში, წინადადებებში, მოთხრობებში, ლექსებში და მოყოლილ ამბებში. ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ ის საკითხიც, რომ ბავშვის სმენა რამდენად არის მოწესრიგებული. ხომ არ აქვს მას სასუნთ გზებთან დაკავშირებული პრობლემა. ასევე ხომ არ აქვს ხმასთან დაკავშირებით პრობლემა, სახმო ორგანოებს გულისხმობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. უმნიშვნელოვანესია ასევე ვახსენოთ ის საკითხი, რომ რამდენად აქვს ბავშვს აღქმითი უნარები განვითარებული. მაგალითად, როდესაც მე ვეუბნები ბავშვს ვაშლი და ის აღიქვამს შ-ბგერას, როგორც ს და მეუბნება ვასლი. ან არის ესეთი შემთხვევაც, როდესაც
ს ამბობს, ს-ს, ანუ ამოგდებული აქვს სრულად ბგერა და ამბობს ვალი. ან მაგალითად შეიძლება ატიპიური ჩანაცვლება გააკეთოს და თქვას როგორც წესი შ-ს-თი ანაცვლებენ და თქვას დავუშვათ ს-თი კი არ ჩაანაცვლოს, არამედ դ-თი ჩაანაცვლოს და თქვას ვადლი. ну მოკლედ ეს აღქმითი უნარებთან დაკავშირებული პრობლემის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მწირი მაგალითია. მოკლედ აღქმითი უნარები რომ იყოს განვითარებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე მნიშვნელოვანია ვახსენოთ ისიც, რომ დღესდღეობით რაც მეცნიერულად დამტკიცებულია და რაც ვიცით, არის ის, რომ ვერნიკესა და ბროკას ცენტრები გვაქვს, ანუ სამეტყველო ცენტრები, რომლებიც ძირითადად მარცხენა ჰემისფეროს ნაწილში არიან განლაგებული და პერიფერიული ნერვული სისტემის თვალსაზრისით ან ცენტრალური ნერვული სისტემის თვალსაზრისით რაიმე სახის პრობლემა ან დაზიანება ხომ არ არის, მნიშვნელოვანია ეს საკითხიც რომ ვიცოდეთ. ასევე რამდენად კარგად არის განვითარებული ორალ მოტორიკა, ანუ ღეჭვა, ყლაპო და ასე შემდეგ. ასევე საარტიკულაციო აპარატი როგორ არის მოწესრიგებული, კბილების განლაგება, ეგრეთ წოდებული თანკბილვა, პუჩები, ზედაყბა, ქვედაყბა, მაგარისას, რბილისასა და ნაქი, ანუ რბილისასის ბოლო წაგრძელებული ადგილი. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და გამოვრიცხოთ ის საკითხიც, რომ ხომ არ არის რაიმე სახის დარღვევები, იგულისხმება აქ ნეიროგანვითარების, გენეტიკური, ინტელექტუალური ან მოტორული დარღვევები ხომ არ გვაქვს. ასევე ძალიან სერიოზული საკითხია ის, თუ ბავშვი რამდენად კარგად თამაშობს. თამაში არ გულისხმობ მხოლოდ ფუნქციურ თამაშებს, რამდენად კარგად ახერხებს ის სორტირებას, ან დაჯგუფებას, როგორ ახერხებს ის დაწყვილებას, განვითარებას, როგორ აძლევს თამაშს და ასე შემდეგ. თამაშზე ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან ერთ-ერთი ჩემი ვიდეო სწორედ სრულად თამაშს ეთმობა და ამიტომ ამ საკითხს მხოლოდ ზედაპირულად შევეხებ. მოკლედ, ეს იყო მთელი რიგი ის საკითხები, რაზეც მინდოდა რომ მესაუბრა და გამემახვილებინა ყურადღება და აქ თუ კი ეს არის მთელი რიგი საკითხები, რაც მნიშვნელოვანია რომ განვიხილოთ მაშინ, როდესაც მეტყველებასთან დაკავშირებულ პრობლემას ვაწყდებით, რომ მთელ რიგ ამ საკითხებთან დაკავშირებით ხომ არ არის რომელიმე მათგანში რაიმე სახის პრობლემა. ეს იყო ის, რაზეც მინდოდა რომ მესაუბრა, ახლა კი დროებით დაგემშვიდობებით.